საქართველოს და ისრაელს შორის ეკონომიკური ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის წევრებს შორის ისრაელის ბიზნეს და კერძო მეწარმეების პრეზიდენტი ეჰუდ რასაბიც იყო. ბიზნესწრეების წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს ბიზნესის დაწყების კუთხით მიმზიდველი ქვეყანა. დღესვე გადაწყდა, რომ 2013 წლის aprilში საქართველოს ისრაელში დაგეგმილ ბიზნეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ძალიან ბევრი კონკრეტული წინადადება აქვთ მათ, ჩვენ განვიხილავთ ყველა წინადადებას აბსოლუტურად. დაგეგმილი არის საინტერესო ფორუმი აპრილის თვეში ისრაელში უკვე, სადაც საქართველოს უკვე წარდგენილი იქნება თავისი სამომავლო გეგმებით და ვფიქრობთ, რომ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მივესალმებით ამას და ყველანაირად ხელს შევუწყობთ. საქართველოში პირველად ჩამოვედი, რათა ადგილზე შემესწავლა რა პოტენციალი გააჩნია თქვენს ქვეყანას და რა კუთხით შეიძლება ითანამშრომლოს საქართველომ და ისრაელმა. მე ისრაელში ჩასვლისთანავე შევხვდები ბიზნესმენებს, თქვენგან წაღებულ ინფორმაციას მივაწვდი. ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ ბიზნესი საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთან ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ. ამ კუთხით უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები.